გრიგოლეთის მოსახლეობა სანაპირო ზოლის მოწესრიგებას ითხოვს. ტურისტული სეზონის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება, ადგილობრივებს კი, რომელთა შემოსავლის ძირითადი წყარო სწორედ ტურისტების ვიზიტია, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა აშენებთ. ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის მოგვარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში სანაპიროს დასუფთავება მოწესრიგება დაიწყება. ერთი ადამიანი. საყოფაცხოვრებო ნარჩენები, დაზიანებული სამანქანო გზა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და დაბინძურებული სანაპირო ზოლი. ტურისტული სეზონის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ასე გამოიყურება სოფელ გრიგოლეთის სანაპირო. ადგილობრივები, ვისთვისაც ტურისტული სეზონის შემოსავლის ძირითადი წყაროა, პლაჟის დასუფთავებასა და სანაპიროზე სველი წერტილების მოწყობას ითხოვენ. არ არსებობს ტუალეტი. ეს არის ძალიან პრობლემური ამბავი. ბურჩხებში დარბის ხალხი და მეკითხებიან ყველა წუთში ბატონო, ქალბატონო, სად არის? და მე ვეკითხე, ვეუბნები პასუხს, რომ არ არსებობს. ზღვისპირის დალაგებაზე კიდე მე მგონი ურეკში აყავთ მანქანა, რომელიც ასუფთავებს და წმინდავს ზღვისპირს, სილას, პესოს და ახაც თუ გამიერვის ხანიდან კაი იქნება. პრობლემა არის აქ საკანალიზაციო სისტემის სრულყოფილად აღდგენა. არის კანალიზაციური სისტემა, არ არის ეს ნორმატივებში ვერ ჯდება. გრიგოლეთის სანაპირო ზოლი ტურისტებს იმით იზიდავდა, რომ სამკურნალო თვისებებით იყო ცნობილი. თუმცა დღეს ეს ზოლი განადგურებულია. მაგნიტური ქვიშის ნაცვლად ნაპირი ქვითა და ღორღით არის დაფარული. ადგილობრივების თქმით, წლების მანძილზე სანაპიროს დიდი ნაწილი წყალქვეშა დინებებმა მიიტაცა. მართალია ხელისუფლებამ ნაპირსამაგრის სამუშაოები ჩაატარა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მაგნიტი იყო, გაშენებული იყო სილა და მაგის გულობის და მოდიოდა ხალხი. ძვლების გასამაგრებელი და რაღაცა, მაგრამ ახლა საუნდა დაწოს ადამიანმა. რა უნდა ქნას. ლანჩხუთის გამგებელი ამბობს, რომ გრიგოლეთის სანაპირო ზოლზე ნაპირგამაგრებითი სამუშაოები მსოფლიოში აპრობირებული მეთოდის გამოყენებით განხორციელდა. დაიყარა ქვაღორღიც. უახლოეს დღეებში სანაპიროს დასუფთავება მოწესრიგებაც იგეგმება. ესეთი წავიდა, რომ თითქოს იქ სანაპირო ზოლზე ქვიშა იკარგება, მაგრამ ეს ჩვენ როგორც შევეკითხეთ სპეციალისტებს, ესეთი რამე იქ არ ხდება. ეს შემდეგ ეტაპობრივად თვითონ ზღვა შემოიტანს იმ ქვიშას და დაიფარება ეს ქვაღორღი. გრიგოლეთის მოსახლეობა ხელისუფლების დახმარების იმედად რჩება. ტურისტული სეზონი კი შავი ზღვის სანაპიროზე უკვე სტარტს იღებს.